და უცილებლად რა თქმა უნდა ბაშია, მაგრამ უკვე განახლებული წარმოგიდგენთ ამჟამად შენიშვნები უშუალოდ სცენარიებთან დაკავშირებით ახალ დაიწყო დოკუმენტაციის გეგმა, რომელიც შედგება შემდეგი ნაწილებისაგან. ის თავისთავად ადმინისტრაციის ადგილობრივი ენდემოლოგიშების ხეები, აგრეთვე სხვა მცენარეების ინვენტარიზაცია. შენობის ჩატარდება, მაგრამ განსაკუთრებულად მებრივია იმყოფებოდნენ ბოტანიკურ ბაღში ანალოგი არ მოიპოვება. დღეს სწორედ მიმდინარე წელს განხორციელდა მოგესალმებათ, ბოტანიკური ბაღი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ზუგდიდისათვის. ზოგადად ჩვენი ბოტანიკური ბაღი ატარებდა და ატარებს სამეცნიერო კვლევით დანიშნულებას და ფუნქციას, მას აქვს ასევე ისტორიული ფუნქცია. ძალიან ბევრ მნახველს ტურისტს იზიდავს ამავდროულად და ამიტომაც მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის ბუნებრივია NDI საქართველოს ოფისს. შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ინიციატივით შედგა და ბუნებრივია მოქალაქეთა ის აქტივობა, რომელიც დღეს შეინიშნებოდა, სრულიად გასაგები არის. საბოლოო ჯამში პროექტი, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება და ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას მთლიანად მთელს მის ტერიტორიაზე, უახლოეს თვეებში დაიწყება უკვე, მიმდინარეობს პროექტის დეტალების დაზუსტება და სწორედ აი ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, იმ იდეების, იმ რჩევების და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ჩვენ აქ დღეს მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ბოტანიკური ბაღის შემდგომი იერსახისათვის. სავარაუდოდ სექტემბრისთვის უკვე დასრულდება პროექტის დეტალები, რომლებზეც საბოლოოდ მიმდინარეობს ჯერობა, ამის შემდეგ ტექნიკური ვადების გათვალისწინებით გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება პირველი სამუშაოები.